ასე ჩემო მეგობრებო, გამარჯობათ. ესე იგი, დღეს გადაწყვეტე მოვამზადო არაქისის პეჩენიები. ესე იგი, ეს არაქისის პეჩენიები ახლა საიდან მომაფიქრდა. ხვდებოდა სულ Facebook-ზე რეკლამებში ეს არაქისის კარაქი და ზოგადად არაქისი ძალიან მიყვარს. ხო და ვიფიქრე გამოვიწერ თქვა, ხო და რა ვიცი, ქილები იქანა ვიდეოში პატარები მომიჩვენა და იმეორეკი და 3 წელი გამიწა 4 მინდოდა 5 რო გამომეწერა, იმიტომ რომ მოტანა უფრო იაფეხე და მე რო გამოიწერდი და ვიფიქრე მეთქვი ბევრს რო გამოვიწერთ ამ პატარა ბანკებია ხელად გამოილევა თქვა და ჩემ ფიქრებში ვიყავი ამ დროს 2-3 დღეში მოვიდა ჩემი გამოწერილი არაქისის კარაქი 3 ბანკა, მე მგონი 2 ლიტრიანებია თითო. ხო და ახლა ვზივართ და ფიქრობთ რა ჯანდაბა უყოთ, აი ვჭამთ რა ჯეგვიძლია, მაგრამ ვერ მევერიეთ ნახევარ ბანკასაც ჯერ. ხო და ახლა გადავწყვიტე გავაკეთო პეჩენიები. რა ვიცი, ამდენად გამომივა, დედა ჩემი ძალიან ეჯვის თვალით მიყურებს პერეკოსად, მაგრამ ვიცთები, გემრიელი გამომივიდეს, ვინც გააკეთა, უგემრიელი ეს იყო, თორე იმის ვიდეოს დავდებ და უყურეთ მერე იმას. ესე იგი, დაგვჭირდება ვანილი, გამოფხვერებელი, არაქისის კარაქი, ისე კარაქი, შაქარი, 2 ცალი კვერცხი და ფქვილი, რომელსაც შეიზელს. ფქვილი ზუსტად არ ვიცი ფქვილი რამდენი უნდა, ალბათ პატარა ისინი რო გამოვა, ლამაზი ბურთულებს რო გააკეთებთ, ხო, ხელით მოსინჯათ, არც ძალიან მაგარი უნდა იყოს და არც არბილი. ხო. დედიკოს უთხარი ხელის მიქსერით უაკლე დიდი მიქსერების გამოტანა მეზარე. ხო, შეხო ეს დასატენია. ექსპრეს სასაცილებლად, აი რა. იუმბიო, ხათამai. აი, ასეთი უნდა გამოვიდეს, ეს ახლა მე მგონი ცოტა თხელი არის, ცოტას კიდე დავამატებ. ასეთი ბურთულები უნდა გამოვიდეს. უნდა გაკეთდეს ბურთულა. ხო და იგი რაღაცა თხელი მეჩვენებ. ახლა დავამატებ ცოტა ფქვილს კიდე და მოვზილავ კარგად. ასეთი ბურთულა გამოვიდა. ისეთი კაი ის რა ქვია, ცოტა ზელვაში მე ცხიმი გამოდის და ასეთი არის. ძალიან კაი სუნი აქვს გოგოებო ისეთი. ვაიმე, ასე მოგინდება ამის ჭამა. ასე. ახლა გავაკეთებ ბურთულებს და გამოვაცხობ. 170 გრადუსზე თუ 175 გრადუსზე უნდა გამოვაცხო. ასე გამოიყურება, ცოტა გავაბტყელე ხელით, ის იქ ჩანგლით აბტყელებდა მთლიანად, მაგრამ მასე მთლიანად ვერ გავაბტყელე ჩანგლით, ძალიან ისე რა ქვია, დატყდასავით, რაც ზოგადად ეს ახლა ისეთი რო გამოცხება, ხო, ტვრევადი ის, ტვრევადი. ხო და ეს პატარა უზორებით იქნება, რა ვიცი, მეორე პარტიას რო შევაჯან, იქნება რამე უკეთესი მე ვიგონო. ასეთები. ასე გამოიყურება ჩემი პეჩენუკები, ძალიან ლამაზები და საყვარლები გამოვიდა, რაც მთავარია უგემრიელესები. ახლა მოვატურებთ ყავას, ხო და დავიჯდები და მივირთმე, მე ვერ მოვითმინე და უცებ გადავყლაპე 1 ცალი აგერმა კიშეს გაჩხერილი. არაფერი ტკბილი არა დედა, მაგით ხელი რო ამიტომ, მე რო გაცვიდება აღარ იქნება მას.